მოგესალმებით, გიმონდებათ მასივი ნიუსი, დღეს მოგეყოლება უგენიალური მასწავლებელი სტუმრად გულისა ჯუღელი, რომელიც ძალიან კარგად ასწავლის და მართლა ძალიან კარგი ადამიანია. მოდი პირდაპირ შევუდგეთ საქმეს. პირველი კითხვა. თქვენ გულისა მას ბავშვობაში გინდოდათ რომ მასწავლებელი გამოხვიდოთ? მადლობა ამ ხელა პატივი რომ ერგოდა თქვენ მასივი ვინდივის სამ ნიუსში ვიღებ მონაწილეობას, რაც შეეხება შეკითხვას მასივი ნიუსში ვიღებ მონაწილეობას, რაც შეეხება შეკითხვას ბავშვობაში მასწავლებლობაზე არ მიფიქრია. ექიმობა მინდოდა ალბათ როგორც ყველა ბავშვს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა გადავალთ შემდეგ კითხვაზე. მასწავლებლების თქვენ წარმოიდგინეთ კი როგორი მოსწავლე არსებობს, როგორი მოსწავლე გინახავთ და მოსწავლე როგორც ზოგადად ადამიანი არის, ინდივიდი არსებობს, უამრავი ალბათ რამდენი მოსწავლეს არსებობს, იმდენი სახეობაც არსებობს. მოსწავლე როგორც სერიოზულ პასუხს გავცემ, მოსწავლე როგორც ზოგადად ადამიანი არის, ინდივიდი არსებობს, უამრავი ალბათ რამდენი მოსწავლეს არსებობს, იმდენი სახეობაც არსებობს მოსწავლის. ოღონდ ერთი საერთოდ რომ ყველა არის ძალიან ოღონდ მართლა. კითხვა. თქვენი აზრით, თქვენ ძალიან კარგად ასწავლით, თუ რამე შეგიძლიათ რომ გამოასწოროთ? აი, არ გამოგდით. შეკითხვაზე სუხებ თქვენ კარგად ასწავლითო მოსასწორებელი ყოველთვის ყველაფერი არის და უნდა განვითარდე. ადამიანი, როდესაც იფიქრებ, მორჩა მე ყველაზე მაგარი ვარ, აი, გახდები ყველაზე ცუდი. რაც შეეხება საუკეთესო მოსწავლეს, ამ სკოლას მასწავლებელს ამ სკოლაში ყველა მასწავლებელი ერთმანეთზე უკეთესები ვართ. მადლობა, ეს იყო ჩვენი ბოლო კითხვა, ამით დამთავრდა გულის მოსწავლე გამოკითხვა. უხდი უდიდეს მადლობას რომ ჩვენთან მოვიდა და დაგვეთახმა იმაზე რომ გადავიღო ვიდეო. მოდი გვარდებო, თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. სასიამოვნო იყო თუ არა გულის მოსწავლეთან მუშაობა, იყო რამე გაჭირვები თუ არა, თუ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. გიჭირთ თქვენი საქმე თუ არა? გულის მოსწავლებელთან მუშაობა ძალიან კარგი სამსახურია, თუ ასე დაუძახებთ, მაგრამ ერთ რაღაცას გამოასწორებდი, თუ საჭირო ოთახში გაგუშვებდა მის. უფრო მეტ გაგუშვებდა საჭირო ოთახში და დანარჩენი ყველაფერი კაია. ეს კითხვა უფრო